საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოკლედ, სადა ქვეყანა გახარებულია, ომი დამთავრდაო. ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო. კავკასიური წრით წრიდან გამახსენდა. ბიჭო, ასე მარტივად არც ომები იწყება და ასე მარტივად არც ომები მთავრდება. მე უბრალოდ ხალხის მესმის რომ არ უნდა ომი და უბედურება და სასურველი შეიძლება რეალობად გაასაღოს, მაგრამ არა სამწუხაროდ ასე და ასე რო არ არის. ტრამპაცუმპას გამოცხადებული დიდი მშვიდობის შესახებ თვითონვე მოუწია კივილწივილი, მერე უკან დააბრუნეთ პილოტები, ნუ ბომბავთ, ცეცხლის შეწყვიტეთ, რა ჯანდაბას აკეთებთ, ერთი მხარე, მეორე მხარე, ხან ირანს უხდი და მადლობას, ხან ისრაელს უხდი და მადლობას, მოკლედ, აი ესეთი კლოუნადის ეპოქაში ცხოვრობს სამყარო. სადაც არც სერიოზული პოლიტიკოსები არიან, არც ამ ქვეყნების გატარებული პოლიტიკა შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულად. უბრალოდ სასაცილოა ეს ყველაფერი. აი ესე წარეთ საფიქრებელი და სატირალი რო არ იყოს, რომ ამდენი ადამიანი შეიძლება ამ კლოუნების ხელში ჩავარდნილმა ძალაუფლებამ და იარაღმა ძალიან დიდი უბედურება მოიტანოს და საერთოდ სულ ეს უნდა მიცე და შტერს უნდა მიცე ძალაუფლება, იმიტომ რომ მარტივად დააქცევს ქვეყანას. არ იცის იმან არაფრის ფასი. მოკლედ, მინდა აი ამ ამბავთან დაკავშირებით ცოტა ხნით გესაუბროთ, დიდად არ გადაგღლით და მეც მინდა აი იმედი მქონდეს და სურვილი მქონდეს იმისი, რომ დღეიდან ყველაფერი კარგათაო, მაგრამ ასე იფიქრეს ისრაელში ზოგიერთმა და დამბრუნდნენ თავიანთ ბინებში და თავიანთ სახლებში, მაგრამ ირანული რაკეტა დაეცა და რაც არ ყოფილა მსხვერპლი ამ ხნის მანძილზე ერთიანად ამდენი ადამიანი დახოცა. ადამიანურ ამბავს ვამბობ უბრალოდ. ალბათ ისევე მეორე მხრიდან. გავარკვიოთ რასთან აგვაქვს, რასთან გქონდა საქმე, რასთან აგვაქვს და რა შეიძლება იყოს. მოკლედ, დღევანდელი დღის მონაცემებით არის ასეთი სურათი, ოთაშორის ძალიან დიდ ნაწილში მაქსიმ შევჩენკო მართალი იყო, რომელზეც გუშინ გესაუბრეთ. თუ დღევანდელი რეალობით ვიმსჯელებთ, მარტო აი მონაკვეთში და არ ვიფიქრებთ ხვალ ზეგ რა იქნება იმაში, ის რომ ეს ომი სახის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული ბოლო პერიოდში, რადგან ბევრი რაღაცა გამოაჩინა, ძალიან ბევრი რაღაცა გამოაჩინა ამ ომმა და აი რა გამოაჩინა, ზუსტად ამაზე მინდა ვისაუბრო. მოკლედ, როგორ შეიძლება ეს 12 დღიანი უბედურება რო შეაფასოს ადამიანმა, როგორც აი დღევანდელი კიდე ერთხელ ხას უსვამ, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს ისრაელის პრემიერმა სატანიაჰუმ სამხედრო დამნაშავემ თავის სამხედრო დამნაშავე მინისტრებთან ერთად, რომლებიც ეს ჩემი მოგონილი არა ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება არის და შეფასებული არის როგორც დანაშაული კაცობრიობის მიმართ, ის რაც მათ ჩაიდინეს ღაზაში, აქ ბევრი ებრაელი რო იძახის, რომ თურმე ღაზაში არაფერი მომხდარაო. მოკლედ, სამხედრო დამნაშავე ადამიანმა წამოიწყო ახალი პროვოკაცია, რომელი პროვოკაციის თავარი მიზანი იყო, ჩაეთრია სხვა დიდი ქვეყანა ამ ომში და ქვეყნები ჩაეთრია ამ ომში, რათა თავისი მიზნები მიეღწია. და კიდე ერთხელ ვამბობ, რომ სატანიაჰუს მიზნები არ ყოფილა არანაირი ბირთვული პროგრამა და ასე შემდეგ. კიდე ერთხელ ყველამ კარგად იცის და სოფლიო ისტორიაში ალბათ შედეგი, ესე იგი პრეცედენტი არ ყოფილა და აი ესეთი ასე რომ ვთქვათ, რა ვიცი, აბა რა გითხრა ახლა
რა დავარქვა ამ პრეცედენტს, ანალოგიას, რომ როდესაც ქვეყნის დაზვერვის შეფი ამბობდეს, რომ ბირთვული იარაღი არ არსებობს, მაგრამ პრეზიდენტი იძახოდეს მერე, რომ დაზვერვის შეფმა რა იცისო, კაცო, მე ვიცი აგერო და საკუთარი დაზვერვის შეფს დაპირისპირებოდეს. 7 ოქტომბერს რა მოხდა იცი? სატანიახუმ სპეციალურად მიცა საშუალება იმის ჰამას, რომ შემოსულიყვნენ და თავისი ხალხი დაეხოცათ, რომ მე მოტივი ქონლოდა, რომ ის რაც ჩაიდინა ღაზაში, ის ჩაიდინა და მე ამ მომამდე წაეწია ყველაფერი. აი ეს მოხდა 7 ოქტომბერს. ძალიან კარგად ვიცი, რაც მოხდა. და მაგაზე ცალკე. ნუ აპელირებთ ამ 7 ოქტომბრით. თქვენ პრემიერს მოთხოვეთ, რომელმაც მიცა საშუალება ამ ყველაფრის და იქ LGBT ფესტივალს მოთხოვეთ, რომელმაც გამოიწვია. ნუ გამოგყავთ ისა რა ქვია, უმციკლო ანგელოზებად, თქვენი 10 მკვდარია და სხვისი 10,000 მკვდარი არა. ხო და ეს იყო სატანიახუს მთავარი, ესე იგი, გეგმა, რომ ის ფიქრობდა, რომ ის მისი ებრაული ლობი, რომელიც გაბატონებული არის შეერთებულ შტატებში, მოახერხებდა იმას, რომ ჩაერთო შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპას თუ დაჭირდებოდა საქმეზე, ამისთვის გამზადებული ქონდა, მომზადებული ქონდა ყველაფერი, მოსადის აგენტიც დაქორწინებული ყავდა შახის შთამომავალზე, შვილიშვილზე და ირანში მოეხდინა ხელისუფლების ცვლილება, დაინგრიათ, დაექსაქსათ, დაეყოთ ეს ქვეყანა ისე როგორც დაყვეს აი სირია, ერაყი, ლიბია და ასე შემდეგ და თავისი ინტერესები გაეკეთებიათ, მაგრამ ძალიან დიდ ლუკმას წაეპოტინა. მესამე დღეს ეს ყველამ გაიგო ისრაელში, რომ თუკი ვინმე არ დაეხმარებოდა და კონკრეტულად შეერთებული შტატები დიდი ქვეყანა არ დაეხმარებოდა ისრაელს, ისრაელი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა აღიგვებოდა თავის წამოწყებულ პროვოკაციაზე. ახლა როდესაც გამოსულია და აბოლებს ხალხს, რომ იქ დანგრეული იმის ფონზე, თელ-ავივის ფონზე, რომ რკინის გუმბათი თურმე დაიცავდათ და ასე შემდეგ. ფაქტია ერთი. დაიწყო ავანტიურა, რომელ ავანტიურის გაგრძელების ტრაკი არ ქონდა, ვერ შეძლო ეს ყველაფერი და მაშველად დაუძახა შეერთებულ შტატებს, რომელიც კარგად ჩანდა, რომ თვითონაც არ იყო დიდად მოწადინებული ამ ომში ჩასართველად, არ ქონდა ამის სურვილი, მაგრამ ძლიერი ებრაული ლობის, ესე რომ ვთქვათ, მეშვეობით რაღაცნაირად უნდა გადაერჩინა თავისი მოკავშირე თუ თავისი სპონსორი, ვინც არის, მოდით შევხვდეთ კომენტარებში ავკითხულობ. და ასეც მოხდა. თუმცა შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ამ ომისთვის არანაირად მზად არ იყო და არც არა მარტო შეერთებული შტატები, მთელი ნატო რო აგեղოთ, ისინი არ იყვენ ამისთვის მზად, მთელი დასავლეთ ევროპა და იძულებული გახდა, რომ გაეთამაშებია ესეთი ცირკი, როგორც ცირკიც იქნა გათამაშებული. წინასწარ იქნა გაფრთხილებული ირანის ხელმძღვანელობა იმისთვის, რომ იერიშები იქნებოდა მიტანილი რამოდენიმე ბირთვულ ობიექტზე. ამიტომ მოხდა იქედან პერსონალის ევაკუაცია და რადიოაქტიული ნივთიერებების გატანა, სადგატანა კაცშვილმა არ იცის. ამის შემდეგ განხორციელდა ამ ობიექტებზე ბომბების ჩამოყრა. რა მოხდა კაცშვილმა არ იცის ჯერ იქ, იმიტომ რომ იმ თანამგზავრული სურათების გადაღებით, რომელიც არის გამოქვეყნებული, არაფრის მსჯელობა არ შეიძლება. ირანელები იძახიან, ჩვენ ფეხები ვერ მოგჭამეთო და ჩვენ ბირთვულ პროგრამას მაინც გავაგრძელებთო და არაფერი სერიოზული დაზიანება არ გვაქვს, ამათ რო კითხო, შეერთებულ შტატებს რო კითხო, ბირთვული პროგრამა უკვე აღარ არსებობს და ყველა თავის მიზნებს მიაღწიეს. ასევე ატეხა წივილკივილი ისრაელმაც სატანიახუმ, რომ ჩვენ მიზნებსო მივაღწიეთო, რაკეტების წარმოებაო აღარა აქვს ირანსო და
ბირთვული იარაღის წარმოება აღარ აქვს ირანსო და ჩვენი მიზნებიო უკვე შესრულებული გვაქვს. თავისუფლად ირანმაც ასევე ირანიც არ იყო ამ და არც ერთი ქვეყანა არ იქნება ამ ხელა ომისთვის მზად, ესაა სისულელე. არ არსებობს დედამიწის ზურგზე, აი რუსეთი რო რუსეთია, ისიც არ იქნებოდა მზად ამ ხელა ომისთვის და ვერ შეერთებული შტატები ირანის ადგილზე. თავისი მაინც განახორციელა, მიიტანეს იარიშები სირიაში, ერაყში და განსაკუთრებით ყატარში მიიტანეს იარიშები ამერიკულ სამხედრო ბაზებზე და როგორც ამერიკელებს ყავდათ გაფრთხილებული ამათაც გააფრთხილეს რომ ბომბავთ ამ ადგილსო სადგინახიათ ასეთი ომი. სადგინახიათ ასეთი ომი ხალხო. დედამიწის ზურგზე არსებობს ასეთი შემთხვევა რომ მოწინააღმდეგე მხარე მეორე მხარეს ეუბნებოდეს ამ ადგილს ბომბავ. იმათაც გაიყვანეს ის და რაღაც ნაწილი ჩამოვარდა, რაღაც ნაწილი ვერ ჩამოვარდა. აჰა, დასრულდა ამით ყველაფერი. საამურია ცხოვრება, რას დაგვაკლებს მტერი და მშვიდობა ქვიაო ამას. დღეიდან უკვე ყველაფერი თურმე მშვიდობაში უნდა გატარდეს. ტრამპი იქეთ ზეიმობს, რომ ჩვენ ისედაც იმნაირი მაგრები ვართო, ჩვენა სამხედროებმა რომ ოპერაცია ჩაატარესო, მსოფლიოში ვერც ერთი სამხედროები ვერ ჩაატარებდნენ ამ იმასო. იქეთ სატანია ხუ ზეიმობს იმას, რომ ჩვენ მიზნებს მივაღწიეთო, სარაკეტო პროგრამა და ბირთვული პროგრამა შევაჯერეთო და აქეთ ირანი თავის ასიძახით ჩვენ მოვიგერიეთ აგრესორიო და ფეხები ვერ მოგჭამენო ძირშიო და ცალკე ამათ აქვს ტაშბანდური გამართული თეირანში. მოკლედ საამურია ცხოვრება, რას დაგვაკლებს მტერი. ახლა თუ ვინმეს უნდა რომ ამით ბედნიერი იყოს, შეუძლია ამ სცენარით დაატკბეს, დამშვიდდეს და იფიქროს, რომ ომი დასრულდა მშვიდობის გეშინოდა. ახლა სერიოზულად რო შევხედოთ ამ ყველაფერს, რა შეიძლება ამ ყველაფერს დაერქვას. პირველ რიგში ამ ყველაფერს შეიძლება ძალიან მარტივად, თუკი ასე რომ ვთქვათ, სამხედრო ტერმინოლოგიით და სამხედრო თვალით შევხედავთ, არსებობს სამხედრო მეცნიერებაში ასეთი ტერმინი ბრძოლით დაზვერვა. როდესაც მოწინააღმდეგის პოზიციებზე მიგაქ იერიში იმ მიზნით, რომ გაიგო რა შეიარაღება არის იქ განთავსებული, რომ მან პასუხი გაქცეს. ეს ხდება ყოველთვის იმ დროს, როდესაც მომზადება ხდება რაღაცა ძლიერი შეტევის. რეალურად კი შეიძლება იყოს ფურცელზე ინფორმაცია რაღაცის, მაგრამ ბრძოლით დაზვერვა არის უნიკალური რამ, რაც აძლევს საშუალებას მხარეს, დამზვერვ მხარეს დაადგინოს როგორც შეიარაღების რითაც იქნება გაცემული პასუხი, მოდიფიკაცია, რაოდენობა, ასევე ქვედანაყოფის ბრძოლის უნარიანობა, მომზადება და ასე შემდეგ. თუმცა ესაა ძალიან სახიფათო მომენტი, იმიტომ რომ ბრძოლით დაზვერვას ვინც ახორციელებს, იმას სალიფეხი სამარეში აქვს. იმიტომ რომ პასუხი უკვე გამაგრებული პოზიციებიდან როგორიც იქნება მომზადებული პასუხი ესია. ზუსტად აი ამ სიტუაციასთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომ აი ეს მოხდა. ერთმა ქვეყანამაც, მეორე ქვეყანამაც მოსინჯეს ერთმანეთის ძალები, რომელიც რისი საშუალება ჰქონდა, როგორ იმოქმედებდა ერთი ქვეყნის საზოგადოება, მეორე ქვეყნის საზოგადოება, როგორ იმოქმედებდა მათი მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები, როგორი შედეგი იქნებოდა ეკონომიკაზე, შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოების შიგნიდან გახლეჩვა, ასე შემდეგ. სხვათა შორის ვინც ახლა დაკვირვებულის სადამდე მოხდებოდა ყარაბახის ომი, აეხლა ახალი მეორე ომი, ომამდე დაახლოებით 2 თვით ადრე აზერბაიჯანმა ჩაატარა ბრძოლითი დაზვერვა აბსოლუტურად სხვა რეგიონში, იმისთვის რომ შეემოწმებია სომხეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და ასე შემდეგ. და შემდეგ დაიწყო ოპერაცია. მე არავის არ ვაშინებ, მაგრამ ფაქტია ის, რომ ორივე მხარემ და შეიძლება ითქვას სამივე მხარემ და არა მარტო სამივე მხარემ, სხვა ქვეყნებმაც ამ ომიდან შემდეგი რამე მიიღეს. შეამოწმეს რისი პირველ რიგში, შეამოწმეს ავიღოთ ისრაელიდან, რისი თავი ჰქონდა ისრაელს.
აღმოჩნდა და დადასტურდა ის თეორია, რაც ისრაელის არმიაზე და ისრაელზე არსებობდა, რომ ეს არის პატარა ქვეყანა, რა თქმა უნდა, სწრაფად და ძალიან კარგად აღჭურვილი შეუძლია სწრაფად განახორციელოს იერიშები, მაგრამ ამ ქვეყანას არ შეუძლია გრძელვადიანი სტაციონალური ომების წარმოება. სერიოზულ მოწინააღმდეგესთან აქ არაა საუბარი, უიარაღო ბავშვები და ქალები ღაზაში და ლიბანში და ასე შემდეგ. მეორე, აღმოჩნდა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ებრაული ლობის გავლენის ქვეშ არის, მაინც დადგა საერთაშორისო სამართლის გაეროს კონვენციის ირგვლივ და ისრაელის ქმედებები დაგმო, როგორც აღმოსავლეთის ბლოკმა, ასე რომ ვთქვათ, დიდმა ქვეყნებმა, რუსეთმა, ჩინეთმა, თვითონ გლობალურმა სამხრეთმა, თურქეთმა, უშუალო მეზობლებმა და ვერ ნახა ვერანაირი მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე. არც ევროპის ქვეყნებს ბევრს მოუკლია თავი, არც შეერთებული შტატებმა დიდად გამოიდვეს თავი და მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები არის ერთი მეორე ერთ სვიასკაზე, ასე რომ ვთქვათ, აწყობილი, გლობალურ ომში მათაც არ გადაზარდეს ეგ ყველაფერი, თუმცა გაწირით არ გაწირეს. ეს იყო ისრაელისთვის და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ამ სახელმწიფოს მიუხედავად თავისი გატარებული ამხელა სამხედრო რეფორმებისა და ასეთი შეკრული საზოგადოებისა, როგორც თვითონ ტრაბახობენ და იძახიან და ომი რო დაიწყება და ყველა კისრის ტეხით გარბის ისრაელში, რა თქმა უნდა, ახლა ჰამასის და ჰეზბოლას წინააღმდეგ კისრის ტეხით გარბიან, მაგრამ ასე ირანთან ომში მე ეს დაჯგუფებული ებრაელები არ მინახია კისრის ტეხით გარბოდნენ, პირიქით გამორბოდნენ მშვენივრად იქიდან, ზოგი კვიპროსის, ზოგისაც ანამ არ ჩაგეტა ნეტანიაჰუმ საზღვარი და ორმაგი მოქალაქეობები, ვისაც არ ქონდა, იმათ არავის არ უშვებდა გარეთ. ვისაც ორმაგი მოქალაქეობა ქონდა, იმათ კიდე შეეძლოთ რომ გამოსულიყო. არც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, როგორც ჩანდა. აღმოჩნდა ისევე, რომ არც შეერთებულ შტატებს არ აქვს იმ დიდი და ძლიერი კამპანიის წარმოების თავი, რომლის იმედიც გააჩნიათ. გააჩნდათ ეგრე ძალიან. აღმოჩნდა ის, რომ ირანის ინფრასტრუქტურა არც ისე მარტივად და თავში ხელწამოსარტყამი არის, როგორიც მათ წარმოედგინათ. და ამერიკელების დახმარების გარეშე ისრაელი ასეთ ძლიერ სახელმწიფოდან ომისთვის ნოლია. ირანისთვის მეორე მხარეს კიდე კარგად გამოიკვეთა ის, რომ ყავს ძალიან ბევრი შიდა და გარე მტერი. შიდა მტერი, რომელიც ისრაელის დაზვერვის სამსახურით ძალიან ღრმა და დიდი ხნის გათხრილი არხები იყო ირანში მოსადის სადაზვერვო სამსახურის, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ავღანეთიდან დევნილები, ასევე უკრაინელები, რომლებიც დაკავებულები არიან, იგივე ისრაელის წარმომადგენლები, როგორც დაბალ დონეზე, ასევე მაღალ ეშელონებში. ეს აჩვენებს იმას, რომ ირანის უშიშროების სამსახურებს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ. იმიტომ რომ ირანში აღმოჩენილი იქნა უამრავი, ასე რომ ვთქვათ, ბუდე, ფარული, ასე რომ ვთქვათ, აგენტების, რომლებიც მუშაობდნენ წლების მანძილზე, იქნა აღმოჩენილი არაერთი ბუდე, სადაც იყო შენიღბული როგორც დრონები, იარაღი, ამფეთქები და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ ურტყამს შიდა უსაფრთხოების საკითხს. ასევე დივერსიები მათ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე. ასევე მაღალ დონეზე აგენტურის ამბავი ამტკიცებს იმას, რომ გენერალიტეტი და ბევრი მეცნიერი, რომელი მეცნიერიც მუშაობდა ამ ბირთვულ რეაქტორებზე, მათი გადაადგილება, მათი მდებარეობა, ყველაფერი იყო გაშიფრული. ახლა რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისით აღმოჩნდა, რომ ირანის მთავარი დასაყრდენი და გასავითარებელი არის სარაკეტო მიმართულება, რომელიც ძალიან კარგად აქვს დათვისებული და რომელსაც შეუძლია შორს მყოფ, შორი გადაატყორცნოს ხელკეთს ეძახიან ამას. ესაა სარაკეტო სისტემა,
ქვეითი დონეზე არ ყოფილა შეტაკებები და ქვეითის შემოწმება ერთი მხრის და მეორე მხრის ვერ მოხდა. სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა ასევე, ეს დიდი ქვეყანა არის, ეს არ არის ისრაელი, რომ 3 და 4 რადარმა მოახერხოს ცის დაფარვა. ეს არის უზარმაზარი ქვეყანა, რომლის მთაგორიანი ქვეყანა, რომლის ცის კონტროლიც არის ერთ-ერთი ურთულესი საქმე. ამ ხრივ აქვს სამუშაო შეიარაღებულ ძალებს, რომ სარადარო სისტემა იქნა შექმნილი ან შეძენილი. ასევე საინტერესო არის ის, რომ ირანის სამხედრო საჰაერო ძალები, რომლებიც მართალია მოძველებულ ამერიკულ და საბჭოთა ტექნიკას წარმოადგენდა, ძირითადად მათ შორის MiG-29 ყავდათ, მაგრამ პრაქტიკულად არ მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ეს ალბათ მიზანმიმართული მოქმედება იყო და რამოდენიმე შესყიდული თანამედროვე რუსული Su-35 4 წალი ვერ აღმოჩნდა იმ 200 თვითმფრინავის წინააღმდეგ გამწევი, ამიტომ ავიაციის მიმართულება ირანისთვის როგორც იყო თავისთავად დარჩა ისე, რომ აი ამ 3 მიმართულებაზე ირანს აქვს ძირითადი სამუშაო, რომ იყოს დამცველი. და აღმოჩნდა ისიც, რომ ეს არის ერთადერთი შიიტური სახელმწიფო მთელ ისლამურ ქვეყნებში და გარდა იემენისა, აი მუსულმანური ქვეყნებიდან არავინ მის მხარდამხარ ომში არ ჩადგება. არ უნდა კონდეს მას იმედი არც საუდის არაბეთის, არც თურქეთის, არც სხვა ქვეყნების და თავისი პროქსი, რომელიც არის ძალიან შესუსტებული. ეს ნათლად გამოჩნდა. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორებს, ბევრი იძახის, ახლა რუსეთი არ დაეხმარა, ისი არ დაეხმარა, ასე არ დაეხმარა. საინტერესო არის ის მომენტი, რომ რუსეთის და ირანის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც რუსეთიდან იყო ხელმოწერილი, ირანიდან არ იყო ხელმოწერილი. და ზუსტად თავდასხმის მერე მოხდა ამის ხელმოწერა და რატიფიკაცია. თუმცა ეს პირდაპირ ომში ჯარით დახმარებას არ ითვალისწინებს, თუმცა სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელთაც იარაღის მიყიდვა შეიძლება და ბევრი რაღაცა და აი ომის პერიოდში მოახდინეს ამ ყველაფრის რატიფიკაცია. აღმოჩნდა ისიც, რომ ჩინეთი მაგალითად ხარს არ დაუჭერდა ირანის ორმუზის სრუტის გადაკეტვას, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ირანი არის თვითონ 2/3 მისი ნავთობი ჩინეთში იყიდება, ასევე არ არის ეს საკმარისი და ჩინეთი ყიდულობს 45% მისი ნავთობისა ზუსტად სპარსეთის ყურიდან. ამიტომ ბოლომდე ჩინეთიც არ დაეხმარებოდა. ესევე პაკისტანიც. და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ომი შენი ქვეყანა შენ უნდა დაიცვა, ირანი არა არც ერთ სამხედრო ბლოკში, არა ეს არც ნატოს წევრი, არც ოდეკაბეს წევრი, არც ურთიერთდაცვაზე არის თავისი დამოუკიდებელი მოთამაშეა, დიდი ერია, ტიტულოვანი ნაცია არის, დიდი შესაძლებლობებისაა და სხვის ომებში არ ერევა და არც სხვასრევს მის ომებში. ეს სხვათა შორის აბსოლუტურად ნორმალური არის, მაგრამ შეთანხმება ამის შესახებ არ არსებობს. ამიტომ ამ ხრივ ირანელები ალბათ იმუშავებენ, ეგ მათი საქმე არის. და აღმოჩნდა ის, რომ მიუხედავად ამდენი მუშაობისა, ამდენი დასადაზვერვოქცელებისა, ამდენი იერიშებისა, თვითონ ამერიკის თავდასხმისა და ასე შემდეგ, ირანის საზოგადოება და ირანელი ხალხი არის ძალიან გაერთიანებული მისი მართველი სულიერი ლიდერის და მისი რეჟიმის ირგვლივ და მისი დამხობა და მისი დაქცევა და მისი ჩამოქცევა ესა შეუძლებელი. ესა სისულელე, ვინც ამას ფიქრობს და ვინც ამას ბოდავს, ესა სისულელე და ძალიან კარგად ხვდებიან ირანში იმას, რომ ამერიკელები ირანში სამხედრო ოპერაციას, როგორც ქვეით და დონეზე შეჭრით სახმელეთო ოპერაციას, ვერავინ ვერ გაბედავს და ვერ ჩაატარებს. ამაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ თვითონ. და მთელი სამყარო დარწმუნდა ამაში, რომ სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ესა ირანში გამორიცხული. მაგრამ ახლა რა იქნება მომავალში? ეს არის როგორც გითხარით, ჩვეულებრივი ბრძოლითი დაზვერვა, მოწინააღმდეგეებმა შეამოწმეს ერთმანეთი როგორც ერთ დონეზე, ისე მეორე დონეზე, გაჩერდნენ, ვითომ დაივიწყეს ყველაფერი და აბა თქვენ გონიათ ეს ყველაფერი დავიწყებულია და მორჩენ მშვიდობა დადგა? ძალიან კარგად ვინც იცის ანგლოსაქსების და ებრაელების და ამათი აზროვნება და ამათი ცნობიერება, ესენი ის ხალხია, რომლებიც ან ბოლომდე გაიტანენ თავისას,
ან ამათთან შეთანხმება, ხელმოწერა, დოკუმენტის დაცვა, აი ბევრი რო იძახს, აი რუსეთთან რასაც გინდა იმას მოაწერე ხელი, რა მნიშვნელობა? შეერთებულ შტატებთან რასაც გინდა იმას მოაწერე ხელი, აზრი არა. იმიტომ იმას თავისი ინტერესები აქვს და თავის ინტერესებს სანამდე არ გაიტანს, ბოლომდე არ აინტერესებს იმას. არც მოკავშირე, არც არ ვიცი, მეგობარი, არც დემოკრატია, არც არაფერი. თავისა სანამ არ გაიტანს. ამიტომ კარგად ხვდებიან ამას ირანში, მე თუ ხვდები ამას თვითონ უფრო უკეთესად იციან, რომ ეს ყველაფერი არ გაჩერდება და აუცილებლად იქნება მომავალში ცდელობა იმის, რომ ირანს თუ კი დაუდგება რთული პერიოდი, თუ კი ამ ჯერზე ვერ შეძლეს ირანში ვერც რეჟიმის შეცვლა და ვერც ბირთვული მიმართულების განადგურება, ის აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. თუმცა ასევე თავად გაიგეს დასავლეთმა იმის შესახებ, რომ ირანი ის ქვეყანა არის, რომელიც არ მოერიდება არც კატარის დაბომბვას, არც კუვეიტის დაბომბვას, არც ერაყის დაბომბვას, არც სირიის დაბომბვას და არც ისრაელის დაბომბვას, თუ კი ეს ყველაფერი გადავა უშუალოდ ომში და თუ კი ვინმე მიიმწყდევს ამ ქვეყანას კუთხესთან. არის ეს უზარმაზარი პოტენციალის და შესაძლებლობების ქვეყანა. რაც არის ახლა ირანის მთავარი ამოცანა, ეს არის გაგრძელება იმ პროგრამის, რასაც აწარმოებდა, აღდგენა იმ ინფრასტრუქტურის, რაცაა დაზიანებული და გაძლიერება შეიარაღების. ახლა შეიარაღებას რუსეთი თუ არ მიაწვდის, ჩინეთი მაინც უპრობლემოდ მიაწვდის, ჩიპებს ყოველ შემთხვევაში არ იქნება პრობლემა აუცილებლად მიაწვდეს, იმიტომ აქამდე საწვდი და დანარჩენის წარმოება თვითონაც შეუძლია. აი ეს საწინააღმდეგო სისტემა იქნება გასაძლიერებელი და რაც კიდევ ერთი მთავარი და ეს ახალი ომმა გამოაჩინა ახალი იარაღი. და აღმოჩნდა ის, რომ ჰიპერბგერითი რაკეტები, რომლებიც აქამდე ორეშკინის და სატანას და რა ვიცი, ონიქსის, კინჯალის და ასე შემდეგ არის ცნობილი, ეს მარტო რუსეთს არ აქვს სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის ირანს, რომლის ჰიპერბგერითი რაკეტის გადაჭერა ეგეთი მარტივი არ არის და ვერ ხერხდება. ამიტომ მათ გამოცადეს ყველა მოდიფიკაციის იარაღი და აბსოლუტურად წარმატებით იქნა გამოყენებული ყველაფერი. აი ამის თქმა შემიძლია ამ ეტაპზე ყველა დაკვირვებულ სამხედრო თვალსაზრისით თუ საზოგადოებრივი თვალსაზრისით ასე არის. რა იქნება ხვალ, ეს არის უკვე დამოკიდებული მათზე. ირანი არ გადაუხობს თავის გზას, ის გააგრძელებს მაინც. თუმცა ერთი რაღაცა არის, იცით? შეიქმნა პრეცედენტი ამ ყველაფრით იმის, რომ ამით შეიქმნა ყველაფერი იმის პრეცედენტი, რომ ისრაელი შეეცდება თავისი გეგმების განსახორციელებლად, გაწიროს საკუთარი მოსახლეობაც, გაწიროს სხვა ქვეყნის მოსახლეობაც და კიდევ ერთხელ შეიძლება რა დროს ჩაერთოს ამ ყველაფერში კაციშვილმა არ იცის. წაეპოტინოს ისევეს. თუმცა არ ვიცი, მაგრამ მომავალში უშველის თუ არა შეერთებული შტატები ისე როგორც ახლა, ეგ არ ვიცი. ჩვენთვისაც ცუდია ეს ომი, რა თქმა უნდა, და ჩვენთვის კიდე ქართველებისთვის მაგალითი აღმოჩნდა ის, რომ ამდენი დებილი, ამდენი ავადმყოფი, ამდენი ჩლუნგი, ამდენი მოღალატე, ამდენი ესა რა ქვია, ქართული გვარით მოსიარულე სიონისტი, რომელიც საქართველოში ყოფილა და რომლებიც თურმე არიან სინამდვილეში და ეს ჩემთვის არაფერი სიახლეს არ წარმოადგენდა, ესენი ყველა იყვნენ ებრაელების ფულზე, სიონისტების ფულზე დამჯდარი ხალხი, ეს იქნებოდა ფუჩუკუტუ ორგანიზაციები თუ ეს იქნებოდა ტელევიზიები და ასე შემდეგ, ეს ხალხი ყველა წარმოადგენს საქართველოსთვის საფრთხეს, აბსოლუტურად ყველა წარმოადგენს საფრთხეს, რომელსაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა გაანადგუროს. და ამაში მიიღონ დიდი მონაწილეობა. გამოგიხდებიან, დაგიწყებენ იმის ლაპარაკს, დააკვირდით საქართველოსთვის როგორი ტრენდები იყო დამზადებული, აბა შაჰაბასი გაიხსენე, აბა რას გიკეთებდა ირანი, ირანის გვერდით როგორ ახარ, ირანის გვერდით რუსეთია და
ეს დასირებული ხალხი ამას ხო და მე ეს დასირებული ფსევდო ქართული გვარით აქ ბევრი ნაგავი იყო შემოსული ქართული გვარის მატარებელი სინამდვილეში სიონისტი აქეთ მასწავლის მე იმას თუ რუსეთი რა პრობლემა არის და ირანი რა პრობლემა არის და ისრაელი რა დონის სიკეთე არის ამიტომ ეს სანაგვე ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები ამოსაძირკვია და ასევე ამოსაძირკვი არის ნახე ქალბატონო ნახე მეც მაგრამ ჯერჯერობით ასე ხდება როდესაც გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტა ერთ წამში ყველაფერი არ წყდება ომებს ეს ახასიათებს რომ ერთ წამში ისრაელმა თუ დაარღვია ირანმაც დაარღვია ახლა რა შეეხება იმას რომ როდესაც იძახიან აი ისრაელის ავიაცია და ეს ბევრი მონაცემები კიდე არ არის ჯერჯერობით და აწი იქნება ავიც ნაწილობრივ შეიძლება ზოგი საერთოდ არ გამოჩნდეს მაგრამ ფაქტია ის რომ რასაც ესენი იძახდნენ ისრაელის არანაირი ისრაელის ავიაცია არ მოქმედებდა ესე გემრიელად ირანის საჰაერო სივრცეში ეს არის ჩვეულებრივი ახლა ვინც ოდნავ მაინც გარკვეული არის სამხედრო საკითხში ეცოდინება რომ ეს არის ჩვეულებრივი რაკეტები რომელი რაკეტებიც არის აკიდებული თვითმფრინავებზე და ესე იგი გასროლა ხდება ახლო მანძილიდან ისე რომ არ შევიდეს ირანის საჰაერო სივრცეში ამიტომ დაბომბები რომლებიც ხორციელდებოდა ირანის ტერიტორიაზე ეს იყო საავიაციო იგივე რაკეტები განსხვავება იმაში არის რომ უბრალოდ ირანი ამ რაკეტებს უშვებდა მიწის ქვევიდან ესენი ამათი პუსკავიე უსტანოვკი რასაც ეძახიან დამშვები მოწყობილობები ამათი იყო თვითმფრინავები გამოყენებული იმათი იყო გამოყენებული მიწაზე განთავსებული გადაადგილებადი სარაკეტო კომპლექსები ესაა და ეს აი ამის თქმა შემიძლია მადლობა ღმერთს თუ კი ეს ყველაფერი იქნება შეჩერებული თუ არავის არ უხარია ომი და უბედურება და კაცთა კვლა ამით უმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის ამ ყველაფერს კაის მოტანის პერსპექტივა ნამდვილად არ ქონდა ამ პირობებში განსაკუთრებით თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ დამისვით ой, კარგი რა ქალბატონო, ხო, ჩინეთში ბევრ რაღაცას იტყვიან, ბევრი რაღაცა ითქმება, იმიტომ რომ არსად ისე არასდროს ისე არ იტყვებიან, როგორც ომის დროს. ახლა მიმდინარეობს ისე ორბანაკად და სამბანაკად გახლეჩილი ხალხის დაზომბირებული სპეცსამსახურების ირანი მიჩმორდა აი ირანს ხო ის არ გააჩნია, აი რუსეთს და ირანს რა უქნეს და როგორ უქნეს და იქ რაც მოვიდა ისრაელს და თავის იმას ამაზე ლაპარაკი არ წავა ესეც ჩვეულებრივი ბრძოლის ტაქტიკა არის. ისრაელმა ჩაისვარა ჩემო ძმაო მესამე დღეს, მეორე დღეს თუ არა მესამე დღეს ეგრევე ჩაისვარა, იმიტომ რომ რო არ გამოჩენოდა ისრაელს საშველად შეერთებული შტატები ისრაელის მშველელი კაცშვილი არ იყო. თავის რკინის გუმბათიან, თავის ის კი არა, რასაც ამბობენ ნეთანიახუ დაბომბების პერიოდში საერთოდ არ იმყოფებოდა ისრაელის ტერიტორიაზე, იმყოფებოდა თვითმფრინავში და ხმელთაშუა ზღვაში. იქედან პატრულირებდა, იქ იყო სამეთაურო პუნქტი გახსნილი, როგორც აქ ამერიკის შეერთებულ შტატებს საშიშროების პერიოდში პირველმა ჰაერში უნდა იფრინოს. ხო, ასე რომ სატანიახუ არის ძალიან ბოროტი, ძალიან სადისტი ადამიანი, მაგრამ ახლა მაგის ვაშკაცობას და მაგის კაცობაზე ლაპარაკი აფრიალია ხა მაგ დროშები და მაგ დროშებს გაგიეთებდნენ ერთ ადგილას, რო არ მოგსულოდათ იგი ბიზიასემის საშველად, მაგრამ მოგივიდათ. ამიტომ იმნაირ რაღაცას მგელი ისეთ ცხოველსო არ დაეჯახებაო, რომ აქეთ შეჭამოსო. ცხოველიაო და მეტის ფიქრი არ შეუძლიაო და ადამიანს ცოტა მეტის ფიქრი უნდა კონდესო და აი ამ თქვენს სატანიახუს და მის მთავრობას
ხო, მეტი ტვინი რო ქონოდა, თავში უკეთესი იქნებოდა. ნუ არაფერი არ ეშველება, ქალბატონო, ჩემი სურვილი იქნება ეს ბიონაგავი, რომელი ბიონაგავიც საქართველოში არის ისრაელის ფანატები. მე ვარ მომხრე და ხო ასე ძალიან უყვართ ებრაელები და ებრაელებსაც ხო ძალიან რო კითხო უყვართ ეს ჩვენი სიონისტი ქართველები, რომლებიც ებრაელებზე მეტი ებრაელები არიან და გავხსნათ კარები, ხო უყვართ. გავაგზავნოთ ეს ბიონაგავი ისრაელში, წაიყვანონ თავისთან, ვისაც უნდა წასვლა, აცხოვრონ, ასვან, აჭამონ, ამუშავონ და ნახონ საკუთარ თავზე ებრაელების ძმობა და ისრაელის ძმობა. ხო, აი ამის მომხრე ვარ. ტედის სისტემა ქონდა და ტედის სისტემამ გადაარჩინა. ნუ ახლა ეს რა ქვია? ტედის სისტემა მარტო მაგ არ იყო, კატარშიც იყო და ტედის სისტემების სულ ცოტა ხნით ადრე მიიღეს, თორე რო არ ქონოდათ ფაფუ ბაბა. პატრიოტის სისტემები რკინის გუმბათი და მსგავსი რაღაცეები უძლურია ჰიპერბგერითი რაკეტების მიმართ და მათ შორის ტედის სისტემების უძლურები არის ძალიან ბევრთან, ეს კარგად გამოჩნდა. არ არსებობს ჯერჯერობით ისეთი ძლიერი ეფექტური სისტემა, არ ვიცი რას ამბობენ, ეს 500, ეს 550, რომელიც ჰიპერბგერითი რაკეტების საწინააღმდეგოთაა გათვლილი, რომელიც რუსებს აქვს არანაირი ექსპორტს არ ითვალისწინებს ჯერჯერობით. თორემ მსგავსი, ნუ რაცა ბრძოლაში გამოცდილი ეს არაკეტო სისტემები ტედის წინააღმდეგ, ტედის გარდა წინააღმდეგ პატრიოტები და მსგავსი რაღაცეები უკვე მოძველებულია. არ ვიცი ქალბატონო, ვინ ვის ემხრობა ურიებს და რატომ ემხრობა. შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა თავად და გამოერკვიოთ ვინ ვის რატო ემხრობა ურიებს. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და სულ ფეხებზე მყიდია ვინ რას ფიქრობს. შინაური იქნება თუ გარეული იქნება და ეს არ გინდათ რა ესეთი ინტრიგნული კითხვები. ის რატო ემხრობა, ეს რატო ემხრობა, არა ახლა ეს სწორი საქციელი, მე მგონი, ჩემი მხრიდან ახლა კიდე მაგაზე ლაპარაკი, მაგი როგორ ემხრობა რა ვქნახ. თავისი აზრი აქვს. მე მიმაჩნია, პირდაპირ ვამბობ, რომ მე მიმაჩნია, ვინც ურიების მომხრე არის, ვინც ტაშს უკრავს ურიებს, ეს არის უდიდესი ცოდვა კაცობრიობის წინაშე, ადამიანობის წინაშე. ეს არის უსინდისობა, ეს არის უბრალოდ იმდენი დაღუპული უცოდველი ბავშვის სულის მიფურთხება, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს. მეტი რა გითხრათ ახლა. მოვა. რა ვიცი რა ვარსკვლავზე მეუბნე. ნუ, მოკლედ რა ვიცი, თუ რამე კითხვები გაქვთ და თუ რამე კითხვის სურვილი გაგაჩნიათ, დამეშვით კიდე ერთხელ ვამბობ და საერთოდ გამправებლობა, ხო? არა, კაი საქციელი. სხვისი უკანალის წმენდა. და მით უმეტეს ებრაელების უკანალის წმენდა ძალიან რთული საქმე არის, აი ქართველობას მინდა მოუწოდო. რატო იცით? იმდენი აქვს მაგათ მოსვრილი. მთელი თქვენი ცხოვრება რო წმინდოთ, მაინც ვერ გამოწმინდოთ. ამიტომ განსაკუთრებით იმ კატეგორიებს რა, იქ რო ხართ, რა ქვია, ისრაელში რო ხართ და ვიღაცას უკანალი დაბანეთ და ორი კაპიკი მიიღეთ და ისრაელის ფასი რო არ აქვს არაფერი. უთავმოყვარეო იმაზე, ისევე ზოგიერთ მაგ კიდე ევროპელებს რო ტრაკი დაბანენ და ევროპის პატრიოტები რო არიან. ესა სირცხვილი. ადამიანს ომი არ უნდოდეს, ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანი აპრავებდეს აი ამ ყველაფერს, რასაც ისრაელი აკეთებდა და აკეთებს ამ ხმაზე, ესა სირცხვილი. ხო, აი მაგაში არის საქმე ზუსტად, რომ ისე ვითარდება თანამედროვე ეპოქაში უკვე იარაღის შემტევითი იარაღი იმდენად სრულყოფადი ხდება, ახლა თუ ჩვენ საუბრობთ აგერ ირანზე, რომელსაც შეუძლია შექმნა. ნუ რუსეთი რასაც აკეთებს ორეშნიკის სახელითაა ცნობილი, მაგრამ რა ვიცი, რაც ჩააცივდნენ ამ ორეშნიკს ვერ ხვდები. მის გარდა არსენალში პოსეიდონით დაწყებული, ონიქსით დამთავრებული, კინჯალით გაგრძელებული, იმდენი ჰიპერბგერითი რაკეტა, სარმატი, ასე შემდეგ 1000-ნაირი, ნუ
არავინ არ იცის კიდე რა ქვეყნებს რა იარაღი აქვს შექმნილი. აი, მაგალითად სულ ცოტა ხნის წინ როდესაც აგერ ინდოეთი პაკისტანის ომი იყო, მაგ დროს გამოჩნდა ის, რომ ჩინური ჰაერის ტიპის რაკეტები, რომელიც თვითმფრინავებზე არის აკიდებული, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ფრანგული რაფალების წინააღმდეგ საბრძოლველად მეხუთე თაობის, მეოთხე თაობის თვითმფრინავების წინააღმდეგ არის ძალიან ეფექტური. ამიტომ რომელი ქვეყანა რას ავითარებს ამ ტექნოლოგიების და ინოვაციების ეპოქაში არავინ არ იცის. თავადანო რომ მეკითხებით საქართველოს რა ეშველება ახლა რანაირი სულელური კითხვა არის რა. აი როგორი სულელური კითხვა ორ წამში როგორ გიპასუხოთ ამ ყველაფერზე. ახლა ის გონებრივად ახლოს კითხვა კონკრეტულ თემაზე ვსაუბრობ და კონკრეტული თემა რაც ხდება ჩვენ ირგვლივ ამაზეა საუბარი, რაზეც ტყუილის მეტი არაფერი ვრცელდება და საქართველოს რა ეშველება ამდენი ხნის მანძილზე ვსაუბრობ და თუ გინდათ მოსმენა შევბრძანდით და მოისმინეთ და საქართველოს მაშინ ეშველება, როდესაც ქვეყნის სათავეში მოვლიან პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები და ექნებათ იდეოლოგია, ბიძინა და პარტია კი არა, სამშობლო და სახელმწიფო ერთად. აი მაშინ ეშველება საქართველოს. ესაა ჩემი პასუხი. შემოძმაო რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ვის შეუძლია და პირველ რიგში ამის შესაძლებლობა და სურვილი და ამის ის უნდა იყოს თვითონ თბილისში და არსებობს არაერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაში. იგივე ბელარუსია, მაგალითისთვის, რომელიც აღმოჩნდა ხაბი ამ ინფორმაციების გაცვლის, ჩამოვიდა ამერიკის წარმომადგენელი, აქედან ირანის და რუსეთის წარმომადგენელი, მოხდა გაცვლა ინფორმაციების აქეთ-იქეთ და დასრულდა ომი. ანუ პრაქტიკულად მინსკი 3 იყო ეს ყველაფერი, ხო? არ ვიცი ქალბატონო რას მეკითხებით, ერთი წუთი რა, 10 კითხვას ერთად ვერ გავცემ პასუხს. იგივე ჩინეთი, რომელსაც შეიძლება სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსი და ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც შეიძლება მიმართოს საქართველოს მთავრობამ. არსებობენ კიდე ქვეყნები, იგივე ყაზახეთი, იგივე აზერბაიჯანი, რომლებსაც აქვთ რუსეთთან კარგი ურთიერთობები, რომ შეიძლება მოხდეს მათი შესაძლებლობებით. აბა თუ ვინმე დებილი იმას ფიქრობს, ეს დებილები რო ფიქრობენ იმას, რომ შემოუთვალა რუსეთმა, მოდით და ჩამოდით და ვილაპარაკოთო, ჩვენ წავალთო, ახლა ჩვენ პარტნიორებს შევეკითხებითო და თუ მოგწევენო უფლებასო, მერეო დავილაპარაკოთო, ხო? და რომელი ესე იგი ამერიკელი, ინგლისელი და საერთოდ დასავლელი ჩინოვნიკი ისურვებს იმას, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები აღდგეს და შედგეს. მთელი ამ ხნის მანძილზე დასავლეთმა იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს და რუსეთს შორის გახლეჩილი ყოფილიყო ურთიერთობები. მთელი ამ ხნის მანძილზე. ეხლა ვინმე გამოვა და იმას იტყვის, რომ ისა რა ქვია, ხელი შეუწყოთ ქართველების და რუსების შერიგებასო? ეს ყო ბოდვაა, ეს ყო ავადმყოფობაა, ეს ყო დებილიზმია. არ ვიცი. დასავლეთი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ. ერთ-ერთი საკვანძო ამოსავალი წერტილი არის საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები. იმიტომ რომ თუკი აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა გადაწყდება, საქართველოს და რუსეთს შორის პრობლემა აღარ იარსებებს. რის გამოც დასავლეთის ამ წლების მანძილზე ჩაყრილი ფული და გამოზრდილი აგენტურა გამოვა ჰაერზე, რომ მათ ვერ შეძლეს რუსეთის და საქართველოს ერთმანეთში ბოლომდე გადაკიდება. ამიტომ რატო გააკეთებს დასავლეთი იმას, რასაც ელოდება ქართველი? ლაზერული იარაღთან დაკავშირებით შემოჯერან სულ ცოტა ხნის წინ რუსეთმა გამოცადა დრონების საწინააღმდეგო საბრძოლველად ლაზერული იარაღი. ახლო სამიზნეებზე ლაზერით მოგერიება. თუმცა ჯერჯერობით ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულია და ღია არა. ხო, საქართველოს კიდე ამ დროს კიდე ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კორიდორი და მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელსაც კრიზისების მიუხედავად შეუძლია გაატაროს როგორც საავიაციო, ასევე სახმელეთო ტვირთები და შეასრულოს ჰაბის და კვანძის ფუნქცია, რომელიც ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესში უნდა იყოს, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესში არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ბრიტანეთის და განსაკუთრებით შეერთებული შტატების. ამიტომ იყო მათი სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილიყო ომი. თუ კი ეს ომი იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთი კიდევ ერთხელ ვამბობ, დახურულია, ირანის ტერიტორია საომარ მდგომარეობაში იქნებოდა და ეს მეორე გზას კეტავდა. ბაბელმანდების სრუტე დაკეტილი იქნებოდა და აზიას და ევროპას შორის მოძრაობა პრაქტიკულად სრულად იქნებოდა გადაკეტილი. საქართველოში ომი რო ყოფილიყო. რაც ეს იქნებოდა ამერიკელების და ბრიტანელების საუკეთესო, ესა რა ქვია, მიზანი, რომელი მიზანიც ითვალისწინებს რუსეთის და ჩინეთის და ბრიქსის და საერთოდ ამ ქვეყნების შეკავებას რა. და მათ შორის ევროს და ევროკავშირის ქვეყნების დაჩმორებას, დაფარჩაკებას და დასუსტებას. ჩემი ტელეგრამის არხი არის ჩემოძმაო, აგერ მითითებული, როგორც ქვია და რანაირადაც ქვია, შეგიძლია გამოიწერო. ტელეგრამის არხი არის აქ მითითებული და ვინც YouTube არხს უყურებს, YouTube-ზე დაიდება ეს ჩანაწერი, YouTube-ის კომენტარებში პირველ კომენტარში იქნება მიმაგრებული არხი, რომელიც არის ტელეგრამის შემობრძანდით და იქ ცოტა განსხვავებული ინფორმაციები იდება, რისი დადებაც აქ შეუძლებელია. ღმერთმა გაგიმარჯოს, ჭიქარო, მშვიდობა მოგცეს. გაიხარე. პატარა ფერმერო, დიდი ფერმა ქონოდეს მალე. რა ვიცი, ახლა დანარჩენი თუ კი ჩვენ თავს არ მოუარეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. არც ირანს ამხელა ქვეყანას არ ყოლიათ ძმები და მეგობრები. თუმცა იმათ კიდევ ყოლიათ ვიღაც ფუსტები მაგალითად. გაიხარეთ, მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ყვალიდან ზეგიდან უკვე თუ მშვიდობა იქნა შენარჩუნებული, გადმოვერთოთ საქართველოს მოვლენებზე, სადაც მოულოდნელი რაღაცა ჭექა ქუხილზე, მოწმენდილცაზე მეხის გავარდნასავით ხდება ისეთი ამბები, რომ ჭიჭე ვაშაძე გოუსკვანჩიათ, მევახშეები ჩოუყრიათ თურმე იმაში ციხეში და გახარია გაქცეულა და მოკლედ მთელი საინტერესო ამბები ვითარდება საქართველოშიც, უბრალოდ ახლა ამ დიდი უბედურების ფონზე მაგათი ჭორაობის თავი ნამდვილად არავის არ აქვს. კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. გაიხარით.